მოგესალმებით შემოძვირფასებო და კარგებო. დღეს თქვენთვის მოვიფიქრე, რომ ჩავწერო ასეთ საჯარო გაშლა, თუ რას გინზადეთ ახალი მთვარე. ახალი მთვარე ამ თვეში არის 21 სექტემბერს, აღარ და კარგი. ასე ვთქვათ, დროის გათვლით იქნება 23 საათზე და 54 წუთზე და ახლა ჩვენ ვნახავთ რას გეტყვით ახალი მთვარის ენერგია, რაზე უნდა კონცენტრირდეთ და რას ესე ვთქვათ, მიაქცეთ ყურადღება, რა უნდა არ უნდა გაუშვათ ხელიდან და ასე ვთქვათ, რა უნდა გაუშვათ, რასაც ნახავთ, ხო? მოდი ნახოთ, აბა რას გიმზადებთ ახალი მთვარე. გავიმეორებთ, ახალი მთვარე იქნება 21 სექტემბერს 23 საათზე და 54 წუთზე. დავიწყოთ. ჩაიფიქრეთ საკუთარი თავი, კონცენტრირდით მხოლოდ და მხოლოდ საკუთარ თავზე და ვნახოთ რას გიმზადებთ ახალი მთვარე. რას გვეტყვის? ახალი მთვარის ენერგიები რას გვეტყვიან? კარგი. და მოდი ტრადიციულად დავიწყებ ფონიდან, ეს არის 4-იანი კვერთხები და 4-იანი კვერთხები გვიჩვენებს ასე თქვა სტაბილურობას, საზეიმო ატმოსფეროს, მნიშვნელოვან საძირკველს. ანუ ახალი მთვარის ენერგია, ასე თქვა, გიბრუნებთ სურვილს, რომ დაალაგოთ ურთიერთობები და საკუთარი თავი იგრძნოთ, ასე თქვა, უფრო უსაფრთხოდ. აქ საუბარია ოჯახის სიყვარულის ან ცხოვრებისეული საყრდენის გაძლიერებაზე. შემოკარგებო, ეს არის ფონური ენერგია ამ ჩვენი დღევანდელი გაშლის. ძალა პენტაკლების ფება და კვერთხების პაჟი, ეს არის ჩვენი პირველი ზედა მხარე, ზედა ხაზი. ძალა აქ რეალურად ნიშნავს თვით კონტროლს და საკუთარ ენერგიებზე მყარ დაყრდნობას, ასე ვთქვათ, შეძლებთ თქვენ ახალი მთვარის, ასე ვთქვათ, ენერგიების ზეგავლენით. პენტაკლების მეფე გვეუბნება, რომ გიქნებათ მატერიალური სტაბილურობა, პასუხისმგებლობა და სერიოზული ასე ვთქვათ, რა დაფიქსირდა აქ ისეთ მამაკაცური ენერგია, ანუ მამაკაცური ენერგიას უსვამს ხაზს, კვერთხების პაჟი კი ახალ შესაძლებლობებს შთაგონებას და ასე ვთქვათ, ახალი გზების დაწყებას მოასწავლებს თქვენს ცხოვრებაში. ანუ რეალურად ხომ, ახალი მთვარე ამ პირველი ხაზის მიხედვით გაძლევთ ძალას და შანსს, რომ მატერიალური და პირადი ცხოვრება გაამყაროთ და ამავე დროს ახალი შემოქმედებითი და სასიყვარულო გზა დაიწყოთ თქვენს ცხოვრებაში. მეორე ხაზი არის ხმლების ტუზ და სამიანი ხმლები. და რეალურად აქ ჩანს, რომ მოგიწევთ სიმართლის გაცნობიერება, შესაძლოა მტკივნეული სიმართლეც იყოს ეს, ხო? ხმლების ტუზის სიმართლის და მკაფიო აზრების ენერგია, ხოლო სამიანი ხმლები გულის ტკივილის, ანუ წყენის, გულის გატეხვის ემოციურად, ასე ვთქვათ, განწმინდასაც კი გვიჩვენებს, ხო? ეს ნიშნავს, რომ ახალი მთვარე დაგიხმარებათ, გააცნობიეროთ ის, რაც რეალურად აღარ მუშაობს და რაც უნდა წავიდეს, ხო? თქვენი ცხოვრებიდან, თქვენი ცხოვრება უნდა გათავისუფლდეს რაღაცეებისგან და თქვენ ამ ყველაფერს გააცნობიერებთ, თუ რა არის, თუ ვინ არის ეს ყველაფერი, ხო? თუ ეს პიროვნებები, თუ ესა თუ ის რაღაცეები, ხო? 6-იანი თასები, რაც ბოლოში გვაქვს ჩვენ, ხო? მესამე ხაზზე. ცალად ამასული დასასრულში ეს არკანი გვეუბნება, რომ იქნება სიმშვიდე, წარსულთან დაკავშირებულ ენერგიასაც მოასწავებს, სულიერ ჰარმონიასაც გაძლევთ. შეიძლება დაბრუნდეს ძველი ნაცნობი, ძველი გზნობა ან სიტუაცია, რომელსაც ახალი მნიშვნელობით მიიღებთ თქვენს ცხოვრებაში. ანუ, მოდი ესე ვთქვათ, ხომ, ახალი მთვარე გპირდებათ გამყარებას, რაღაც ცხოვრებისეულად და სტაბილურობის, ასე ვთქვათ, გაძლიერებას. ფონი 4-იანი კვერთხები, პენტაკლების მეფე ამას მოასწავებს, ამავე დროს მოგიწევთ სიმართლის მიღება და გულის ტკივილისგან გათავისუფლება, ხმლების ტუზის და სამიანი ხმლებიდან გამომდინარე, ეს პროცესები, ესე ვთქვათ, გაგიხსნით გზას ახალი შესაძლებლობებისთვის, კვერთხების პაჟიდან გამომდინარე და გიბრუნებთ, ასე ვთქვათ, სითბოს, რომელიც წარსულიდან მოდის თქვენს ცხოვრებაში, ანუ ბრუნდება თქვენს ცხოვრებაში. ეს არის დრო, როცა ძველი ტკივილისგან გათავისუფლდებით, შემოძვირფასებო, ასე ვთქვათ, აიღებთ ახალ სტაბილურ სტარტს თქვენს ცხოვრებაში და რომელსაც ექნება მყარი საძირკველი, როგორც სიყვარულში, ასევე მატერიალურ სფეროში. რეალურად ეს ყველაფერი არის, რასაც ჩვენ გვპირდება, ესე ვთქვათ, ახალი მთვარის ენერგიები, თუ რას მოგიტანთ თქვენ ახალ მთვარეობა, თუ
ფიქრობთ, რომ ეს გაშლა თქვენზეა, თუ მიიღებთ ამ ენერგიებს თქვენთვის და ვისაც გინდათ რომ მიიღოთ, აუცილებლად დაელაიქეთ ჩემი ვიდეო, გამოიწერეთ ჩემი არხი, რათა შემდეგში წარგამოგცეთ ჩემი გაშლები, რომელსაც მე თქვენთვის მოვამზადებ, ჩავწერ და დავდებ და ავტვირთავ აუცილებლად. დაგემშვიდობებით ჩემოძებესებო, ასულა ის იყო დღევანდელი დღისთვის. ესეთი რაღაცნაირად გაშლა მომინდა რომ ჩამეწერა თქვენთვის თან ახლა კარზე გვადგა სახელმთვარეობა და თითქოს ვფიქრობ რომ კარგი მესიჯი იყო თქვენთვის ეს გაშლა. დაგემშვიდობებით, კარგად იყავით.